ლემაყურებელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იელის უნივერსიტეტის პროფესორს ფირუზ ქაზემზადეს წიგნის ქართული თარგმანი პრეზენტაცია მოეწყო. წიგნის სახელწოდებით ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921 დასავლეთის აკადემიურ წრეებში ისტორიის ამ პერიოდის აღწერისა და გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. ფირუზ ქაზემზადეს წიგნი ნატო ალხაზიშვილის ინიციატივით დაიბეჭდა. თარგმანი ქეთი ქანთარიას ეკუთვნის. ეს წიგნი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა 50-იან წლებში და ქართულ მკითხველს აქამდე არ ჰქონდა საშუალება გაცნობოდა წიგნს ქართულ ენაზე. ეს არის პირველი თარგმანი, რომელიც გაკეთდა. ჩვენი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმისთვის, რომ ჩვენ კარგად გავაცნობიეროთ და შევისწავლოთ ამ პერიოდის ისტორია. მე ვფიქრობ, ეს წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი და გვიანებით ითარგმნა ქართულად, მაინც რომ ითარგმნა ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმედი მაქვს, რომ სხვა მსგავსი წიგნები თუ სტატიები, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ პერიოდის შესწავლისათვის, ასევე ნელ-ნელა ქართულად ითარგმნება.